შეკრულებით. რაც შეეხება შინაარსობრივი თვალსაზრისით გაუმართავობას, არამხოლოდ ტერმინია გაუმართავი ბინის დაგირავება, რომელიც კანონში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს ბუნებრივად, ასევე ხშირად ხელშეკრულების ის ფორმებია ხოლმე არასწორად შერჩეული მხარეთა მიერ, რომელიც ამ სამართლებრივ ურთიერთობას გამოხატავს. ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ არჩევენ ხოლმე და აფორმებენ მხარეები ნასყიდობის ხელშეკრულებას, თუმცა რეალურად მათი სამართლებრივი ურთიერთობა გულისხმობს ბინის გირავნობას, ეგრეთ წოდებულად, რაც რა თქმა უნდა არასწორი არის და ასევე კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ კი ხელშეკრულების კონკრეტული სახე არ პასუხობს და არ გამოხატავს ამ სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს, ფაქტობრივად იქმნება იმგვარი მოცემულობა, რომ ეს ხელშეკრულება ბათილობის საფუძვლით შეიძლება საერთოდ ბათილადაც ჩაითვალოს, ამიტომ მსგავსი რისკების წინაშე რომ არ აღმოჩნდეთ, მნიშვნელოვანი არის სწორი ხელშეკრულება შევარჩიოთ. გარდა იმისა, რომ ეგრეთ წოდებული ბინის გირავნობის ხელშეკრულება არასწორად ფორმირდება ნასყიდობის ხელშეკრულებით, ეს ასევე დამატებითი რისკია მოვალე პირისთვის, რომელიც თანხის სანაცვლოდ დროებით საკუთარ ბინას სხვა პირს უფორმებს. ამ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია ბინის დაკარგვის. როდესაც ეგრეთ წოდებული გირავნობის ხელშეკრულება ფორმდება ხოლმე მხარეებთან, როგორც წესი, ფაქტობრივად აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში ის ფულადი თანხა, რომელიც დროებით სარგებლობაში გადაეცემა ბინის მესაკუთრეს, არის გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე რეალურად ბინის ღირებულება. და თუ კი ჩვენ დავუშვებთ იმას და მესაკუთრე ბინისა დავუშვებთ იმას, რომ სწორედ აი ამ მიზერული, როგორც წესი მიზერული ფულადი თანხით დროებით სარგებლობის სანაცვლოდ საკუთრების უფლება გადასცეს და თუნდაც დროებით დაუშვას, რომ სხვა პირი აისახოს, აღირიცხოს საჯარო რეესტრში ამ ბინის მესაკუთრედ, ძალიან დიდი რისკია ეს, თუმცა ეს რისკი შესაძლებელია ხელშეკრულებაში ჩანაწერებით დაბალანსდეს. თუმცა ყველაფერი ხელშეკრულებაში ვერ დაბალანსდება და ეს უკვე თავად ამ პირმა უნდა შეაფასოს, რამდენად გამართლებულია ეს რისკი, რომელსაც თავად უშვებს აი ამ შესაძლებლობით მეორე პირისათვის.